იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ. ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15 საათსა და 36 წუთზე შესრულდა. წმინდა ცეცხლი ტრადიციისამებრ მაცხოვრის საფლავზე მდებარე კულუკლიდან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს და მას ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ. აღდგომის ტაძარში ამ დღეს ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე შორის ქართველი მომლოცველებიც იკრიბებიან. დილიდან ტაძარში მიმდინარეობდა მოსამზადებელი რიტუალები. მაცხოვრის საფლავზე აგებული მცირე ტაძრიდან კულუკლიდან გამოიტანეს სანთლები და კანდელი. ტაძრის კარები და თავად საფლავი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის და სომხური ეკლესიის წარმომადგენლის თანდასწრებით დაილუქა. დაულქვას ასევე დაესწრნენ ისლამური წარმომავლობის პოლიციელებიც, რაც საუკუნეების ტრადიციაა. სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყების შემდეგ იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ სხვა მღვდელმსახურებთან ერთად ზეიმო მსვლელობით, ლიტანიობით და გალობით სამჯერ შემოუარა მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. მსვლელობის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ლოცვა წარმოთქვა და სანთლების შეკვრით კულუკლიაში შებრძანდა, მას სომეხი მთავარეპისკოპოსით შეხვდა, თუმცა ის იმ ადგილას დარჩა, სადაც სახარების მიხედვით აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და მენელსაცხებლე დედებს უფლის აღდგომა ახარა. მალევე იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გამოაბრძანა. მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ტაძარში წმინდა ცეცხლი გაავრცელა. წმინდა ცეცხლს ელოდებიან საქართველოშიც. ჯორჯიანი ერვესის ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 საათსა და 40 წუთზე დაეშვება.